საღამოს 8-ზე დაარეკა მეზობელმა, რომ იწვის ბინავ. ნუ სავარაუდოდ თქვენი ბინავ. ჩვენ არ ვიცოდით ვის იყო კონკრეტულად, მეუღლე და ჩემი ოჯახის წევრები გაიქცნენ სანახავად. ცეცხლის გაჩენის მიზეზი სავარაუდო მიზეზად სახელდება ნამწვის სიგარეტის, რომელიც იყო აივნიდან გადმოგდებული, რომელიც არსებულ აივანზე, სადაც იდო საბურავი და უკვე საბურავიდან, როგორც ჩანს, კარფანჯარაზე გადავიდა, რომ მეტალოპლასტმასის და სწრაფად აალებადი. რუსთაველებმა ვიცით გუში როგორი ამინდი იყო, ანუ ქარი იყო და ქარმა უფრო მეტად გააძლიერა და დააჩქარა ეს პროცესი და ცეცხლმა შეაღწია შიგნით. ამჟამად არის დამწვარი, როგორც ვიცი, კარფანჯარა კონდიციონერი, ქვაბი, რომელიც იდგა ცენტრალური გათბობის და შიგნით რა არის დამწვარი. ამ დროისათვის არ ვიცით, ვიცი რომ შპალიერი არ ვარ, რემონტი არის სრულიად გასაკეთებელი, ჭერი არის მთლიანად გასაკეთებელი ერთ ბინაშიც და მეორე ბინაშიც შავია, ჩემო მეუღლემ მითხრა და ისინი ვინც იყვნენ და სარემონტოა ბინა თავიდან ბოლომდე. რაც შეეხება ავეჯის, ანუ გადარჩენა მოხერხდება თუ არა, ეს არ ვიცით ამ ეტაპისთვის, იმიტომ რომ ჯერ უნდა ვნახოთ გაიწმინდოს, როგორც გითხარით, მურისაგან და აი ამ ხოჭვარტლისგან გაიწმინდება და შემდგომ უკვე გვეცოდინება თუ გადარჩება ის ავეჯი.